დღესასწაული რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილე მოქალაქეები აქციების მე-40 დღეს ტრადიციულ ადგილას შეიკრიბნენ და დღესასწაული ქაშვეთის ეკლესიასთან ერთად აღნიშნეს. დაანთეს სანთლები, იმღერეს ალილო, საშობაო წირვის შემდეგ რუსთაველზე გადაიხადეს რეჟიმის პატიმრების გასამხნევებელი პარაკლისიც. მოქალაქეებს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ესაუბრა, ასევე ილაპარაკა მოქალაქეების განწყობაზე და გამარჯვების იმედზე. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების სხვადასხვა ეკლესიიდან მსვლელობით მივიდნენ. საშობაო სიმღერით აქციის მონაწილეები ქალაქის რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით დაიძრნენ. დანიშნულების 1 და უკვე 40 დღეა უცვლელი ადგილისკენ. ათობით დემონსტრანტმა მართლმადიდებლური დღესასწაული ერთად რუსთაველის გამზირზე აღნიშნა. საზეიმო, თუმცა საპროტესტო განწყობით. ოჯახის წევრებთან ერთად მდგომი დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია. რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტების დასაბრუნებლად. იყო ცემა, მერე იყო დაჭერა, წყლის ჭაუში ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ქიმიურ ექსპერიმენტებს და ურევდნენ გაზს. რა აღარცადეს, ხო? რამოდენიმე ალბათ ათეული ადამიანია დარჩენილი რა, რომელიც ყოველ დღე აი იქიდან კიდე ვიღაც აკლდება, რომ ვა, ეს ხალხი ესე მედგრად რო დგას, იქ მგონია რომ იცვლება რა, აი მაგისტრის ვართ და მდგრადი არის ეს პროტესტი რა. თუ დაიჯერებთ ჩვენ სახში ნაძვის ხეც კი არ აგვიწყვია წელს ეს პირველი შემთხვევა, იმიტომ რომ აღარ არის ხალისი და ის შეგრძნება, როცა შენი მეგობრები ესე რეჟიმის მიერ ესეთი ნაწამები არიან, ციხეებში არიან, უკვე არ არის ის განწყობა და არ არის ის დრო, რომ ვიღაც სახში დარჩეს. მე მგონი დღეს ყველა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია. ხალხის მთავარი მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, გათავისუფლდნენ რეჟიმის უკანონო ტყვეები და იქნეს ხელახალი თავისუფალი არჩევნები დანიშნული. არ დავნებდებით იქამდე, სანამ არ იქნება ეს პირობები შესრულებული. ახალი წლის დღესასწაულის მსგავსად შობის ღამე რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეების მიერ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებულმა სალომე ზურაბიშვილმა. ჩემი სათქმელი მხოლოდ ის არის, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ღამე, ერთობის ღამე და ეს ერთობა ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა უკვე არის გამარჯვებული, ეს საზოგადოება არის უკვე შემდგარი და ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. განწყობა უცვლელი არის, უცვლელი კი არა, მაგრდება ხალხი, რაც დრო გადის მეტი და მეტი ხალხი არის და ჩვენ ამ ბრძოლაში ორი აზრი არ არის, ვერ დავკარგათ ამ ბრძოლას, მოგებგენი ვიქნებით. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ გამთენიისას ბეთლემის ტაძრის წინამძღვარმა სქი არქიმანდრიტმა დოროთემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად პირველი სკოლის წინ უსამართლოდ დაპატიმრებული დემონსტრანტებისთვის, რომლებიც შობას ციხეში შეხვდნენ, პარაკლისი გადაიხადა.